გოგია კრაწაშვილის შვილიშვილი 2 დღის წინ ცხენიდან ჩამოვარდა. 11 წლის ნიკა ბიცკინაშვილს ურთულეს და გადაუდებელი მეჯის ოპერაცია სჭირდება, რომელიც 2800 ლარი ღირს. ბავშვი ამჟამად იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მცირეწლოვანს დახმარების სახით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 800 ლარი გადაურიცხა. ბავშვი გადმოგვივარდა ცხენიდან, მოხდა უბედური შემთხვევა. გვესაჭიროება დახმარება თბილისის იაშვილის კლინიკაში გვიწევს ბავშვი, ურთულესი ოპერაციაა გასაკეთებელი. მოვაკითხეთ გურჯაანის გამგეობას დასახმარებლად თანადაფინანსებიდან მოგცეს გადმოგვირიცხეს 800 ლარი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის რამდენიმე მუხლია გათვალისწინებული, მათ შორის ერთჯერადი და მრავალშვილიანების დახმარება. იანვრის თვეში ოპერაციების თანადაფინანსებისთვის 21000 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება ერთჯერად დახმარებებს, ამ ეტაპზე 1800 განცხადებაა შეტანილი. 2 დღეში სპეციალური კომისია შეიკრიბება და ისინი გადაწყვეტენ თუ ვის გაეწევა შემწეობა. ამჟამად უკვე ძალიან ბევრი მოდის დახმარების სათხოვნელად. დახმარება მაქსიმუმ ვცდილობთ და შეიძლება შევძლოთ 50-60 ლარით ერთჯერადი დახმარება. საქმე იმაშია, რომ განცხადებები არის ძალიან დიდი რაოდენობით, თანხა შეზღუდულია, თვეში დაახლოებით 8000 ლარი. ყველა რომ დავაკმაყოფილოთ, გამოდის რომ თითოეულ ადამიანს ხვდება 4 ლარი, 4 ლარნახევარი. ეს სასაცილო იქნებოდა. ამიტომ კომისია, როდესაც მუშაობს კომისიის შემადგენლობაში იქნებიან იმ გარჩევის დროს, იმ მომენტში სოფლის რწმუნებული, სოფლის დეპუტატი და აქტივი, ვინც სოფელს იცნობს და მათ უნდა მიიღონ ეს საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალურ სფეროში 776,000 ლარია გამოყოფილი, თუმცა როგორც ზურაბ დანილიშვილი განმარტავს, ეს საწყისია და თანხები შესაძლოა წლის განმავლობაში კიდევ დაემატოს.